მოგესალმებით ძვირფასო და პატივცემულო მაყურებლებო, თქვენ ბრძანებით არხზე გლობალური შერკინება. დღევანდელ გამოშვებაში ჩვენ შევადარებთ მონსტრი ვერსის ორ ბოროტ მოქმედს, სკარკინგსა და მექაგოძილას. იმედი მაქვს, რომ ეს შედარება მოგეწონება და დაალაიქებთ. მაშას მეგობრებო, რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათით, მოემარაგეთ სხვადასხვა ტკბილეულობა, რადგანაც ჩვენ მონსტრი ვერსის სამყაროში მივემგზავრებით. წავიდა! დავიწყოთ როგორც ყოველთვის პერსონაჟების მოკლე აღწერილობით. სკარკინგი უძველესი მაიმუნის მაგვარი რასის წარმომადგენელია, რომლებიც ბუნებაში წონასწორობას ინარჩუნებდნენ და მას სხვადასხვა საფრთხისაგან იცავდნენ. თუმცა სკარი სხვებისგან განსხვავებით სასტიკი და ბოროტი იყო. მან ერთ დღეს გოძილას წინაპრებთან საომრად და რევოლუციის დასაწყებად თავისი რაზმი შეკრიბა. თუმცა ამ ბრძოლაში მან სასტიკი მარცხი განიცადა. იგი შეიპყრეს დედამიწის სიღრმეში, სადაც იგი სწორედ იმ მომენტს ელოდებოდა, რათა დედამიწის ზედაპირზე გამოსულიყო და მომდევნო მილიონი წლის განმავლობაში თავისი ტომის სასტიკი მმართველი გამხდარიყო. ახლა მოდით შევხედოთ მექაგოძილას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ურჩხული აპექს სიბერნეტიკსის მიერ, რომლის მიზანი ტიტანების მეფობისათვის წერტილის დასმა იყო, რისთვისაც მას მონსტრების მეფე გოძილა უნდა მოეკლა. გიდურას ინტელექტითა და დედამიწის სიღრმის ენერგიის მეშვეობით მან ეს თითქმის შეძლო, მაგრამ გოძილამ და კონგმა ძლივს მოახერხეს მისი დამარცხება. ახლა გავაგრძელოთ ზომებით. თუ ვიმსჯელებთ კონგის მიხედვით, რომელიც ახალი იმპერიის დროს 100 მეტრზე მაღალი იყო, სკარკინგიც ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან სიმაღლით თითქმის მას უტოლდებოდა, ხოლო წონით სავარაუდოდ კონგზე მსუბუქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ახალი იმპერიის დროს იყო 60,000-დან 80,000 ტონამდე. თუმცა ზუსტი მონაცემები წონასთან დაკავშირებით არაა. მექაგოძილას სიმაღლე 150 მეტრს შეადგენდა. თუ ვიმსჯელებთ, რომ ის გოძილაზე მაღალი იყო, იგი სავარაუდოდ 100,000 ტონას უნდა იწონიდეს. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეს თეორია საეჭვოა, მექაგოძილა ზომით სკარკინგზე დიდი უნდა იყოს. რაც შეეხება ძალას, მექაგოძილას შეეძლო თავისი ენერგეტიკული დარტყმების წყალობით გოძილას და კონგის საკმაოდ დიდ მანძილზე გადასროლა. კონგს იგი მხარზე იკავებდა და MMA-ს მებრძოლივით ჩამოაგდო. მას ასევე შეეძლო გოძილას აქეთ-იქით თრევა და მისი გადასროლა. რაც შეეხება სკარკინგს, ძალის მხრივ შეიძლება გავიხსენოთ მისი სამი მომენტი. პირველი, იგი ისეთი ძალით ურტყამდა მიწას ჰარპუნს, რომ მიწის რყევას იწვევდა. მეორე, მან რამოდენიმეჯერ ისეთი ძალით დაარტყა კონგს, რომ მას უბრალოდ წონასწორობა დააკარგინა და შემდეგ წააქცია. მესამე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან შეძლო კონგის მოხრჩობა. თუმცა მექაგოძილამ მისი ხანმოკლე ბრძოლის მიუხედავად გაცილებით მეტი აჩვენა. ამიტომ ვფიქრობ მექაგოძილას ძალა აღემატება. რაც შეეხება შეიარაღებას, სკარკინგი ატარებდა ჰარპუნს, რომლის მათრახე ვარბატის ხერხემლისაგან მზადდებოდა, რითაც მას შენობის ნაწილების მოწყვეტა და იარაღად გამოყენება შეეძლო. გარდა ამისა, მათრახის დახმარებით მას მოწინააღმდეგეების დახრჩობაც შეუძლია. მას აგრეთვე ჰქონდა კრისტალის დანა, რომელიც ასევე საჭრელ იარაღად გამოდგებოდა. ამასთან მისი დახმარებით იგი შიმოს აკონტროლებდა. მექაგოძილას ჰქონდა უზარმაზარი არსენალი, რომელიც მოიცავდა პირველი რაკეტების დიდ რაოდენობას, მეორე კუდს, რომელსაც საბურღივით იყენებდა და მესამე დედამიწის სიღრმის ენერგიის გამოყენებით მას შეეძლო მუშტებისა და ფეხების დარტყმების გაძლიერება. მონაცემებიდან ყველაზე ძლიერი პროტონის კივილია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ლაზერი, რომლის წყალობითაც მან ქალაქში წარმოუდგენელი გრევა გამოიწვია. გადალახა გოძილას ატომური სხივი, მას ტყავი დაუწვა და ასევე მისი მოკვლას კი შეეძლო. შეიარაღების მხრივ გამოგვდის ფრე, რადგან ერთი მხრივ მექაგოძილას უფრო მეტი შეიარაღება აქვს და ის უფრო ძლიერია. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ როგორც ტექნოლოგია, მას სჭირდება გადატენვა და ადრე თუ გვიან მისი ენერგია ამოიწურება. სკარმა რა თქმა უნდა არ იცის ამის შესახებ, მაგრამ მას შეუძლია დრო გააჭიანუროს იმ მომენტამდე, ასე რომ შეიარაღების მხრივ გამოგვდის ფრე. სიმტკიცისა და გამძლეობის თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია. თუ იმსჯელებთ სკარკინგის აღნაგობით, ის ბევრად უფრო დაუცველი იქნება ვიდრე კონგი, რომელიც თავად საკმაოდ სუსტია ამ სფეროებში. გარდა ამისა, სკარი ნაკლებად გამძლეა მასთან შედარებით. მაგალითად შეიძლებოდა მისთვის კბილის ამოგდება ან მისი იოლად წაქცევა. მექაგოძილა არც სიმტკიცით და არც გამძლეობით ავლენდა ბევრს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის მანქანაა, შეგვიძლია გარკვეული
დასკვნების გამოტანა, მაგალითად მისი ამოწურვა ან დახრჩობა არ შეიძლება. გარდა ამისა, გოძილას და კონგის ერთობლივ შეტევებს არ შეეძლოთ მისთვის ზიანის მიყენება. კონგის ჩვეულებრივი ცულის შეტევა ასევე არაეფექტური იყო. ან და ატომური სუნთქვით გაძლიერებისას მან მექაგოძილას განადგურება შეძლო. ამიტომ სიმტკიცეში და გამძლეობაში პლუსი მისდის მექაგოძილას. სიჩქარისა და მოქნილობის მხრივ სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა სკარკინგმა კონგს კოლოსალურად არაჯობა. მაინც შეეძლო მას გატოლებოდა ბრძოლის დროს მისი სწრაფი და მოხდენილი მოძრაობებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, იგი აკეთებდა მკვეთრ დარტყმებს, ოსტატურად იყენებდა ჰარპუნს და მშვენივრად ხტუნავდა. მექაგოძილასაც შეეძლო მკვეთრი ხტუნვა და ძლიერი დარტყმა, თუმცა მას არ გააჩნდა გაზრდილი სიჩქარე და მოქნილობა, ამიტომ ამ პუნქტში სკარკინგი ლიდერობს. და შედარება დავასრულოთ ინტელექტით. სკარკინგი არის სასტიკი დაუნდობელი ბოროტმოქმედი. მან დაიწყო ომი გოძილას წინაპრებთან, შეძლო ძლიერი ტიტანის შიმოს დამორჩილება და ასევე თავის ტომს ავიწროებდა და ატერორებდა მილიონობით წლის განმავლობაში. რაც შეეხება მექაგოძილას, არის ასეთი ვარაუდი, რომ იგი გიდორას ერთ-ერთი თავისაგან იკვებებოდა, რომელიც საბოლოოდ მას დაეუფლა კიდეც. მან შეძლო ბრძოლის ველზე იარაღის ფლობის გარკვეული იმპროვიზაცია გაეკეთებინა. იგი კარგად ფლობდა იარაღს, რისი გამოცდილებაც მას ჯერ კიდევ გიდორისაგან ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მთელი ამ მილიონობით წლის განმავლობაში გიდორა ჰიბერნაციაში იყო და ამიტომ მექაგოძილას არც თუ ისე დიდი გამოცდილება ექონება, ამიტომ ინტელექტის მხრივ იმარჯვებს სკარკინგი. მაშასე მეგობრებო, შედეგის მიხედვით დღევანდელ შედარებაში იმარჯვებს მექაგოძილა, თუმცა ჩემი არხის წესით ეს საკმარისი არ იქნება. ხო და მოდით შევხედოთ როგორ იმოქმედებს მოწინააღმდეგეთა შეერაღება ერთმანეთზე. შეძლებს თუ არა სკარკინგის კრისტალი მექაგოძილასთვის ზიანის მიყენებას? არა. კონგის გაძლიერებულმა ცულმა პირველ დარტყმისას ვერ მიაყენა მექაგოძილას რაიმე ზიანი. კრისტალი იყო ცულზე ბევრად უფრო პატარა და არ იყო ისეთი ძლიერი იარაღი, ასე რომ კრისტალი უსარგებლო იქნება. შეძლებს თუ არა სკარკინგი მექაგოძილას დახრჩობას თავისი მათრახით? არა. პირველ რიგში მექაგოძილას შეუძლია თავისი დიდი ძალის მეშვეობით მისი გაწყვეტა. ამასთან სკარკინგს ამისათვის ძალა არ ეყოფა. საბოლოოდ კი მექაგოძილას დახრჩობა ვერ გამოვიდოდა, რადგან ის რობოტია. რაც შეეხება მექაგოძილას, იმოქმედებს თუ არა რაკეტები? დიახ, მას შეუძლია სკარკინგისათვის არა მხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ მისთვის დეზორიენტაციის გამოწვევა, რაც მას უფრო წარმატებულ შეტევისათვის მომზადების საშუალებას მისცემდა. იმოქმედებს კუდი ბურღი? რა თქმა უნდა კი, რადგან მით მას შეეძლო თავად კონგის მოკლა, სკარკინგი კი ბევრად უფრო დაუცველია. დაეხმარება მექაგოძილას ენერგეტიკული დარტყმები? საერთო ჯამში კი, ისე მხოლოდ მტრის დეზორიენტაციისთვის. პროტონის კივილი ან და ლაზერი იმოქმედებს? რა თქმა უნდა კი. მით მან მოახერხა უზარმაზარი თავის ქალის ეშმაკის განადგურება და გოძილასთვის ზიანის მიყენება. სკარკინგს კი ის მთლიანად დაწვავს. ზოგი თქვენგანი ალბათ იტყვის, რომ სკარკინგს იოლად შეუძლია თავი აარიდოს ლაზერს, მაგრამ ამით იგი მექაგოძილას ვერ დაღლის. მექაგოძილას ძალიან დიდი ენერგია ჰქონდა, რადგან მთელი ბრძოლის განმავლობაში ის მთელ თავის შეიარაღებას იყენებდა და თითქოს არც კი კარგავდა თავის ენერგიას. მაშას მეგობრებო, შედეგის მიხედვით დღევანდელ შედარებაში იმარჯვებს მექაგოძილა.